თუ მხოლოდ ერთი ვარჯიში არსებობდეს, რომელიც დაგეხმარებოდა წელის ან კისრის ტკივილის შემსუბუქებაში, ეს იქნებოდა ის. მოიმზადე პირსახოცი და დავიწყოთ, რადგან აქ არ გჭირდება იყო ახალგაზრდა, გამხდარი ან ძალიან მოქნილი, რომ გააკეთო ეს ვარჯიში და გააუმჯობესო შენი ხერხემალი სახში კარგი მოძრაობით. როდესაც ზურგის ტკივილს აქვს მექანიკური ფაქტორი, ანუ დაგროვილი დაძაბულობა, მოძრაობის ბლოკირება ან ხერხემლის სისუსტე. ტკივილი ჩნდება იქ, სადაც მოძრაობა ჭარბია, სადაც ზედმეტად მოძრაობს, სადაც გადატვირთულია. ხერხემლის ის ნაწილი, რომელიც გაჭედილია, დაბლოკილია, არ ტკივა, რადგან ის უძრავია და ასეთი ტიპის დისბალანსი არ ჩანს ულტრაბგერით, გერით, რენტგენზე, რეზონანსზე, ტომოგრაფიაზე. ასეთი ტიპის დისბალანსი ჩვენს ხერხემალში ყველაზე ხშირად ასე გამოიყურება. კისრისა და წელის მიდამოები გადატვირთულია. ბევრს მოძრაობს. ტკივილი კომპენსირებს ბლოკირებას, გაჭედვას გულმკერდის ხერხემალში. ტკივილი ხდება, იმიტომ რომ ხერხემალი ამ ბლოკირებას კომპენსირებს. ეს არის კომპენსატორული ტკივილი. ასეთ შემთხვევაში წამლის მიღება დიდად არაფერს ცვლის, რადგან კომპენსაცია გაგრძელდება. ამიტომ, რომ დაგეხმარო, ეს ვარჯიში ზუსტად იმ ადგილას იმოქმედებს, სადაც საჭიროა. გახსნის, გამბლოკავს გულმკერდის ხერხემალს, რომ შეამსუბუქოს კისერი და წელის არე. ნახე რა კარგია? ლამაზია. აიღე ძალიან რბილი პირსახოცი, გადაკეცე შუაზე, ესე სიგრძეზე და კიდევ ერთხელ გადაკეცე მეორედ. შენი პირსახოცი გახდება უფრო ფართო ზოლი, მინიმუმ 1.5 ხელისგულის სიგანის. აქ კიდევ ერთხელ გადავკეცავთ შუაზე და ეხლა კი ვაკეთებთ რულონს. იდეა ისაა, რომ გამოვიდეს ასეთი დიდი რულონი და ძალიან რბილი. ნახე, აი ესე კეთდება. ამ რბილ რულონზე უნდა დაწვე გულმკერდის დონეზე, გულმკერდის, ბეჭის, ბიუსტხალტერის დონეზე. ამ პოზიციაში ნახე, ნელა უნდა დაწვე მოხრილი ფეხებით. თუ იგრძნობ, რომ ძალასთან გტკივა ან დისკომფორტს განიცდი, დაარეგულირე ეს სიმაღლე რამდენადაც სვეები, ბალიშების გამოყენებით, დადე ბალიში და დაწექი. თუ იგრძენი, რომ ისევ ძალასთან მეორე ბალიშის დაადე. ან თუ იგრძენი, რომ გაწელვა არ ხდება და ცოტა მეტად უნდა გაიწელო, ბალიში მოაშორე. დაარეგულირე სიმაღლე. ბალიშების გამოყენებით, რომ შეძლო დაწოლა და მაქსიმალურად მოდუნება უშიშრად და უმტკივნეულოდ. კარგი? აქ დავდებ, რადგან არ მჭირდება. რომ შენი კისერი უსაფრთხოდ იყოს, თითებს ერთმანეთში გადახლართავ, ხელებს კისრის უკან დაადებ და მთლიანად მოეხვევი კისერს. კარგი? არ არის საჭირო იდაყვები წინ მიიტანო. ეს უბრალოდ კისრის დასაცავადაა. ნელა დაწექი და ეცადე მაქსიმალურად მოდუნდე. აქ იგრძნობ, რომ ზეწოლა ეხსნება, იწელები, ხსნი გულმკერდის ხერხემლის სახსვებს. ნელა ვხსნით და ვაცილებთ ამ მოძრაობის შეზღუდვას გულმკერდის ხერხემალში. ამ პოზაში ერთი წუთი დარჩები, შვიდად ისუნთქებ და განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევ ამოსუნთქვას. ისარგებლე ამ მოდუნების ტალღით, რომელიც ამოსუნთქვისას მოდის. ყოველ ჯერზე, როცა ამოსუნთქავ, სახსრებს გრძნობ. ეს თითქმის ისეთია, როგორც მაშინ, როცა თითს ქაჩავ და ის ჩხაკუნის ხმა ისმის. ეს უბრალოდ სახსრების გახსნაა და ზუსტად ამას ვაკეთებთ აქ. ერთი წუთი ძალიან ნელი სუნთქვით, განსაკუთრებული ყურადღებით ამოსუნთქვისას, განსაკუთრებული ყურადღებით მოდუნებისას, ვარჯიშის მეორე ნაწილი უბრალოდ ფეხების გაწელვა იქამდე, სადამდეც მარტივად და კომფორტულად შეგიძლიათ. ეხლა გრძნობთ, რომ ის გაწელვა, ის გაჭიმის შეგრძნება თელ წელის არეში ჩადის. ის მხოლოდ კისრისა და გულმკერდის ხერხემლის არეში არ რჩება, ის მთელ ხერხემალზე ვრცელდება. კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი წუთი. ნელა ისუნთქეთ, მაქსიმალურად მოდუნდით. ამ მეორე წუთის შემდეგ შეგიძლიათ დაასრულოთ ვარჯიში. ან გააგრძელოთ და გააკეთოთ უფრო რთული ვარიანტი. რაც უბრალოდ ხელების აწევაა, ხელები ზემოთ ასწიეთ და ასე დატოვეთ. და გრძნობთ, როგორ იხსნება მკერდი. გრძნობთ ამ გაწელვას, რომელიც გულმკერდის ხერხემლის წინა მხარეს მოდის. კიდევ ერთი წუთი მოდუნებისა და ნელი სუნთქვისთვის. ფრთხილად იყავით ადგომისას. უბრალოდ წინ გადახრა და ადგომა არ არის სწორი. ფეხებს მოიყვანთ, ხელებსაც მოიყვანთ, ნელა გვერდზე დაწვევით და შემდეგ კი დაჯდებით.
რომ ეს დაბლოკვა არ დაბრუნდეს, რომ შეინარჩუნოთ მობილურობა და თავიდან აიცილოთ ტკივილის დაბრუნება, გააკეთეთ ეს ვარჯიში დღეში ერთხელ. მაგრამ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ვარჯიში, როგორც შემსუბუქების საშუალება, როცა დაგჭირდებათ. იდეა ისაა, რომ ის კუნთების მოსადუნებელი, ტკივილ გამაყუჩებელი ან ანთების საწინააღმდეგო წამალი, რომელსაც თვითნებურად იღებთ, ამ ვარჯიშით ჩაანაცვლოთ. შემდეგი ნაბიჯია გაუმჯობესოთ ფასცია, ანუ ხერხემლის გარსი. და მე ძალიან მარტივ გზას გაჩვენებთ ამის გასაკეთებლად ამ ვიდეოში. უბრალოდ დააწყაპუნეთ აქ ეკრანზე. და თუ შენი ხერხემალი უფრო თავისუფალია, უფრო შემსუბუქებულია, იფიქრე ვიღაცაზე, ვისაც ზურგის ტკივილი აქვს, ხერხემლის პრობლემა აქვს, წელის ან კისრის არეში, გაუგზავნე ეს ვიდეო მას. აქ დავასრულებ. დიდი მოკითხვა და მომავალ შეხვედრამდე.